ჩემთვის ძალიან ემოციურია, იმიტომ რომ ეს ემოცია, რომელიც უკავშირდება ამ გამოფენას, მე მაბრუნებს და მაკავშირებს აფხაზეთთან, ჩემ კონკრეტულ სახლთან და ქალაქთან. იმიტომ რომ გაგრაში ძალიან ბევრი იყო, მრავალი ესეთი ადგილი, სადაც რომელიც იყო გაფორმებული და ამ მოზაიკით და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მრავალი იყოს მსგავსი ღონისძიებები, გავაღვივოთ და გავაღვიძოთ ჩვენი ემოციები, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს აფხაზეთთან. ეს არის უძველესი მასალები, აქ ულამაზეს კადრებს, რასაც ხედავს დამთვალიერებელი, ეს არის ადგილები, სადაც მაგალითად მე ვცხოვრობდი, ბევრი ჩვენგანი, ყველა გაჩერება იყო მოზაიკური და არა მარტო გაჩერება, ეს ხო რეალურად ძალიან ულამაზესი რამ და ჩვენ გვინდოდა ეს გაგვეცოცხლებინა და გვინდოდა რომ ეს მეტად პოპულარული ყოფილიყო საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ახალი თაობისთვის. ახალი თაობა არის დიჯიტალ თაობა, ონლაინ თაობა და სწორედ ამიტომ გვინდოდა გაგვეციფრა და ეს არის პირველი ნაბიჯი და ასევე დღეს იქნება ანონსირებული პირველი მობილური აპლიკაციის შექმნა, ეს არის საქართველოში პირველი მობილური აპლიკაცია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, ძალიან ღელა, ძალიან ვამაყობ და რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მოეწონებათ აქ მოსულ სტუმრებს. ბუნებრივია მათ შეიძლება ამას უემოციოდ უყურო, იმიტომ რომ აქ არის უდიდესი შესაძლებლობა, იმიტომ რომ თუ ჩვენ რამე ხა ინსტრუმენტალები გვაქვს მშვიდობიანი, მათ შორის არის სწორედ ასეთი ფორმები. ჩვენ ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ აფხაზეთის მთავრობასთან. მე მიხარია რომ აფხაზეთის მთავრობის ეს ახალგაზრდული გუნდი ძალიან აქტიური არის. მიხარია რომ ჩვენი კოლეგა მინისტრი ეკა ხოფერი არის ძალიან კრეატიული, მონდომებული. მე ვფიქრობ რომ ესეთი მიდგომები ძალიან დიდ შედეგებს მოიტანს უახლოეს მომავალში.